მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის და ეთერში ჩართვისთვის. თქვენი შეფასება მაინტერესებს აი ამ ინფორმაციაზე, ორენოვანი ინფორმაცია, რომელიც გავრცელა საელჩომ, ოდნავ მოგვიანებით, ვიდრე საგარეო უწყებამ, საგარეო უწყების განაცხადი და ინფორმაცია გაცილებით უფრო ვრცელია, ამასაც შევეხებით. პირველ რიგში გითხარით თქვენი შეფასება აღნიშნული შეხვედრისა და განხილული საკითხების შესახებ. ნახეთ, რა თქმა უნდა, ერთის რო საგარეო სამინისტროს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის შეხვედრის შესახებ, ისევე როგორც შეერთებული შტატების საელჩოს Facebook-ზე ეს განცხადება. მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ვერ მიიღო ლეგიტიმაცია, დიპლომატიური ურთიერთობები არ შეწყვეტილა და არც თქმა უნდა არც უნდა შეწყდეს საქართველოსთან და აქედან გამომდინარე შეხვედრებით მათ შორის მაკა ბოჭორიშვილთან, რომელიც პირველი არ არის და სხვა ელჩებიც სადაც ჰქონდათ აღნიშნული შეხვედრები, გასაგებია მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმს ზდის, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ის სურათი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ შეხვედრის და ის შეფასება, რომელიც ვნახეთ შეერთებული შტატების ელჩის გზავნილების წოდებასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ უნდა შექმნიდეს იმ ილუზიას, რომ თითქოს რაიმე იცვლება ან რაიმე ლაგდება. ივანიშვილის რეჟიმმა ვერ მოახერხა მიღება ლეგიტიმაციის, ივანიშვილის რეჟიმმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა დაესრულებინა და ეს მხოლოდ ივანიშვილის დამსახურებაა და სხვა არავის. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ სტრატეგიულ პორტებზე და შემთხვევაში ჩინეთის მზარდ ინტერესებზე არის საუბარი და ინიციატივა შეერთებულ შტატებში განხილვის, ისევე როგორც ქართული ხალხის მხარდაჭერის აქტის და მეგობარი აქტის განხილვაზე მიმდინარეობს საუბარი. ამიტომ ეს პროცესი უნდა დავალოდოთ, მაგრამ სალხად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის პირველი შეხვედრა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ელჩების და ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების ის გამოხატულება, რომელიც არსებობს მათ შორის ავტორიტარულ ქვეყნებში და არ უნდა იყოს დამაიმედებელი ნამდვილად ივანიშვილის რეჟიმისთვის. სხვა დანარჩენს ალბათ უკვე დამატებით გავიგებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეერთებულ შტატებთან ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით მოხდა სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება და ის აქცენტები, რომელიც მე წავიკითხე მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან იმ პრიორიტეტებზე, რომელიც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ვფიქრობ, რომ ტექსტის შინაარსიც ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო დამაიმედებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თუ არა სურათი, რომელსაც ისინი პროპაგანდის მიზნით, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ. ანუ ოცნება არ უნდა დააიმედოს ამ ტექსტმა, რომელიც საელჩომ გამოაქვეყნა, თეონა, ამაზე საუბრობთ ახლა თქვენ, აი ერთი კითხვა მაქვს, ნაბიჯებზე არის კონკრეტულად საუბარი. ყველაფერს, მათ შორის ნებისმიერ სურათს ამ მიზნისთვის ეს გასაგებია და არ გამიკვირდება, მაგრამ ის რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც გსურს ამ ქვეყნის პრეზიდენტთან გამოყვანა ახალი არჩევნების გზით, ეს არ უნდა იყოს დიდი იმედგაცრუების მომცემი, რამდენადაც დიდი ბრიტანეთის ელჩისაც ჰქონდა შეხვედრა, თუმცა არანაირი ცვლილებები ურთიერთობებში თუ არა იმ ურთიერთობების მინიმუმზე დაყვანა, რაც აქამდე შედეგი არის, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. თეონა, მოდი ვიხელმძღვანელოთ აი საელჩოს ინფორმაციით, აქ ორ რაღაცაზე არის ლაპარაკი, რომ ერთი რომ რუბიოს მთავარი პრიორიტეტების გაცნობა მოხდა და მეორე ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ განხილული იყო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ხო, აი ესეთი ტექსტი არის გავრცელებული საელჩოს მხრიდან. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ? ნაბიჯები ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ საკითხზე, რეალურად რა არის რა შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილზე ვითა პოლიტიკური კრიზისის განმუხტავი, ხო, აქ საუბარი ახალ არჩევნებზე და ასევე სისტემის ტყვეების გათავისუფლებაზე. აი რა ნაბიჯებზე შეიძლება ლაპარაკობდეს ხელისუფლება, როგორ ფიქრობთ ელჩთან შეხვედრისას? თქვენ გახსოვთ იქამდე სტრატეგიული პარტნიორობის ჩახურვა და სანქციები მოხდებოდა ივანიშვილზე. არაერთი მოწოდება იყო შეერთებულ შტატების მხრიდან დემოკრატიის ნორმების დაცვაზე, ისევე როგორც ანტიდასავლური რიტორიკის
ირანის შეწყვეტაზე. ბიძინა ემონიშვილმა, როდესაც 28 აპრილს საჯარო კომუნიკაციისას აქციაზე განაცხადა ღიად, რომ ამერიკა გადატრიალებას გეგმავდა საქართველოში და მათ შორის აგვისტოს ომში უფრო ამერიკის ბრალეულობა მოხაზა, ვიდრე ეს არის ოკუპანტი რუსეთი და ეს ყველაფერი გაცხადებულია. ამის შემდგომ მოხდა კიდევ უფრო დრამატულად გაუარესება ამ ურთიერთობების. ამიტომ ის რაც უნდა შეიცვალოს და რა პირობითაც უნდა მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება, ეს არის ერთი მხრივ ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, რომელსაც ადგილი არ აქვს და მეორე არის მათ შორის დემოკრატიული ნორმებზე დაბრუნება. და შეერთებული შტატების სანქციები, რომელიც დეკემბერში იყო, არსად არ წასულა და ის რომ მაგნიტსკის აქტით არის დასანქცირებული გომელაური და ყველა ის შესაძლოა მაღალჩილოსანი მათ შორის ხარებაც, რომელმაც საკუთარი მოქალაქეებზე არადამიანური მოპყრობის და წამების ტოლფასი ზომები მიიღო, ესეც არის ცხადზე ცხადი. თენა, ვითარების შემოbrunების საფუძველად შეიძლება გარკვეულწილად, აი ეს აძლევს შანსს ამ ურთიერთობებს, რომ რაღაც გადატვირთვა მოხდეს, იმიტომ რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და იმ ტექსტში უკვე, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს, ნათქვამია, რომ ხარებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობების საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ხომ? ეხლა რა ნიშნულიც არის, ეს საკმაოდ მძიმე ნიშნული იყო, ხო? და უპრეცედენტოც ჩვენი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის შეჩერებული პარტნიორობა, თავდაცვის სფეროში შეჩერებული თანამშრომლობა და ასე შემდეგ. მრავალი მიმართულება. ანა, თქვენის ნებართვით რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. ის რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა შეთანხმების ხელმოწერა, არის ძალიან დიდი შესაძლებლობების მომცემი მთლიანად რეგიონისთვის, რომ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც საქართველოს დააშორა დასავლეთს და ეს შემდგარი ფაქტია. სამშვიდობო ხელშეკრულებას გულისხმობთ, რომელზეც სხვათა შორის არის რუბიოს კომენტარი. ის ამბობს ასეთ რაღაცას, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქის დაწყების დროა. დიახ, სწორედ ამას გულისხმობ, რომ შეერთებული შტატების ინტერესი, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობა არის, სტაბილურობა და ის ინტერესები, რომელიც დასავლეთს ყოველთვის ჰქონდა რეგიონთან მიმართებაში. და ის რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ პაშინიანს და სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს, ის რომ ერთადერთი არის საქართველოს და ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ვერაფრით ვერ მოახერხა შეხვედრის ასე რომ ვთქვათ უზრუნველყოფა გარდა ელჩის დონეზე შეხვედრისა, ხო? და ის რომ საქართველოსთვის დამატებითი შესაძლებლობები იზრდება ახლა ამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კუთხით და მათ შორის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ეს არის ის რეალობა, რომელიც აი სულ 2 დღეა რაც გამოჩნდა. ეს მომენტ შეერთებული შტატების ინტერესი, რა თქმა უნდა, არსებობს რეგიონში, რა თქმა უნდა, არსებობს საქართველოში და ის მხარდაჭერა, რომელიც ქართულ ხალხს აქვს მიღებული შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც წარსულში, ასევე სანქციების სახით ქართული ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ საქართველოს დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე, ევროატლანტიკურ გზაზე და სხვა დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, პროცესი, მაგრამ თვითონ განცხადების ტექსტის შინაარსიც, რომელიც არის, აქ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ როგორც ჩანს, ის ხედვა, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის არ მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო გაზიარებული და სხვა დანარჩენი ალბათ უკვე თავად საელჩო განმარტავს, როცა ამის დრო იქნება დამატებით, მაგრამ მეც ახლა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და დასავლეთის ის მისალმება ამ შეთანხმებაზე, რომელიც თქვენ ნახეთ, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენთვისაც, მათ შორის ქართველი ხალხისთვისაც, არა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელმაც საქართველოს გაწირა იზოლაციისთვის და ავტორიტარული ქვეყნების კლუბში ყოფნისთვის, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობის საწინააღმდეგოდ მუშაობს და ამ ვითარებაში ეს არის პროცესი, რომელიც მათ შორის ებმევა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ახლა სამართლიანი მშვიდობის მოლაპარაკების კუთხით უკრაინაში.
და რუსეთის აგრესიის ფონზე. აქაც თქვენ ნახეთ ის სურათი, რომელიც ახალი არავისთვის არ არის ჩვენთვის განსაკუთრებით რუსეთიდან გამომდინარე და რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი პარტია, ომის პარტია, ვინც არსებობს, ეს არის რუსეთი, იმიტომ რომ ყველა ომს რუსეთი იწყებს, იქნებოდა ეს საქართველოში, იქნებოდა ეს უკრაინაში და ამ შემთხვევაში ერთადერთი პასუხი, რაც ესმის რუსეთს, ეს არის ძალის პასუხი და სწორედ ის ძალა არის დასავლეთის ერთობა და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელმაც უნდა მოიტანოს ის, რომ სამხედრო ძალით საზღვრების შეცვლის დაკანონებება არ შეძლოს კრემლმა და ამიტომ ამ ორ მნიშვნელოვან რეალობაში ერთის მხრივ უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა და მეორეს მხრივ ახალი რეალობა ჩვენ მეზობლებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდგომ არის შესაძლებლობები და ცვლის კონფიგურაციებს მთლიანად საქართველოს ხალხის სასარგებლოდ მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, მაგრამ ამ ვითარებაში რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციაა მნიშვნელოვანი და მე არ ვფიქრობ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს შეხვედრა რაიმე დრამატულად ცვლილდეს იმ ბრძოლის გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატრონების გათავისუფლების მიზნით და საქართველოს ევროპულ კურსზე დაბრუნების მიზნით. თეონა, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, სწორედ იმ საერთო კოორდინაციის როლზე ძალიან ბევრი საუბარია ხო ამის შესახებ, მათ შორის დღეს იყო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრა მრავალი საათის განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ამ თვალსაზრისით შეიძლება თუ არა რომ რაღაც გარკვეული სიგნალი იყო ეს, თქვენ პრინციპში წინსწრებით თქვით რომ არ არის გარკვეულწილად სიგნალად აღქმული, თუმცა დამეთანხმებით რომ გარკვეული მოლოდინი ახალი ადმინისტრაციის შემდგომ რა ტიპის განაცხადი იქნებოდა, აი არსებული სურათის ფონზე, რომ ასე მეტი დღის განმავლობაში დგასდნენ ადამიანები ქუჩაში და იბრძვიან იმისთვის, რომ პირველ რიგში მოხდეს სისტემის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშნა, ამ თვალსაზრისით გარკვეული მოლოდინი არსებობდა. არის თუ არა ეხა ამ თვალსაზრისით ფაქტორი? მინიმუმ ეს განაცხადი, ეს ინფორმაცია, რომელსაც აღწევს კონკრეტულად საელჩო და ასევე რა შეგიძლიათ გვითხრათ არსებული სურათის გათვალისწინებით შემდგომ პროცესზე და ოპოზიციური ძალების, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის მხრიდან საერთო კოორდინაციის მნიშვნელობაზე. მოდით რა, ანა, რო შევხედოთ აი ბოლო დღეების ქრონიკას, ხო, იქნებოდა ჩეხეთის პარლამენტი, იქნებოდა საფრანგეთის პარლამენტი, მიმდინარეობს აქტიურად პარლამენტებისგან დადგენილებების და რეზოლუციების მიღება იმაზე, რომ კრიზისის განმკვეთის საუკეთესო გზა საქართველოში არის ახალი არჩევნები. და არც საფრანგეთი ახალ წამოსაკრავი ქვეყანა და არც ჩეხეთი თუ არ გავიხსენებთ დანარჩენი ქვეყნებს, რომელსაც ეს უკვე აქამდე ნათქვამი აქვთ. და აპრილის თარიღი არსად არ დაგვავიწყდეს, ეს არის ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომლის თანახმადაც აპრილამდე ახალი არჩევნები უნდა ჩაენიშნა ივანიშვილის რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მათი ასე რომ ვთქვათ, გარიცხვა საპარლამენტო ასამბლეიდან. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი ვადები და არამს და არამს, აი აბსოლუტურად არ ვიზიარებ იმას, რომ ხად ეს შეხვედრა რაიმე გავლენას მოახდენს ახალი არჩევნების ან მოთხოვნაზე, ან შესაძლებლობაზე. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სამუშაო გვაქვს როგორც სახლში, ასევე ჩვენ მეგობრებთან, მაგრამ ის რაც ივანიშვილმა ვერ შეცვალა, ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი, არა რეჟიმი აღიარებული და ეს არის შესაძლებლობა და ვერ მოუღო ბოლო უწყვეტ პროტესტს სახალხო წინააღმდეგობას. ამიტომ ეს ორი მონაპოვარი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო გასაძლიერებელია. მე მესმის, რომ ეხლა საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი საკითხი არის უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, მათ შორის გარკვეული სირთულეები არსებობს ქვეყნის შიგნითაც, მაგრამ შესაძლებლობები არსებობს და ამ შესაძლებლობებს უნდა გონივრულად გამოყენება, ისევე როგორც შესაბამისი კოორდინაცია და კომუნიკაცია შიგნით და გარეთ და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ არის და შეგვიძლია ის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ და არ დაგვავიწყდეს ასევე მეგობარი აქტის განხილვის პროცესი, რომელიც მარტის ბოლოსთვის იქნება შეერთებული შტატების სენატში, სადაც ასევე ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება აი ამ კუთხით თუ რაიმე კითხვები გააჩინა ამ შეხვედრამ.
დიდი მადლობა თეონა, დაგემშვიდობები. მადლობა. თეონა აკუბარდია, გახარია საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენელი, საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა